ვეტერანების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებში ვეტერანების სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვეს. შეხვედრაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ქვეყნისთვის გაწეულ მათ ღვაწლზე ისაუბრეს. სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდნენ გენერალ-მაიორი ანზორ მარგიანი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია. უმაღლესი საბჭოს მედალი გადაეცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოლკოვნიკ თეიმურას დარჯანიას. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე ვეტერანები ნუგზარ გაგუა და გულივერ ძიძიგური. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. დავაჯილდოვეთ ჯგუფი ადამიანებისა. ბატონი ანზორ მარგიანი უპირველეს ყოვლისა მინდა დავასახელო. ბატონი ანზორის დიდი წარდგენა ქართული საზოგადოების წინაშე და მithumetes აფხაზეთის საზოგადოების წინაშე არ ჭირდება. ასევე ბატონი ჯანრი უბირია, თელმა ქვეყანამ იცის მისი დამსახურებები, თეიმურას დარჯანიაც, აი ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა იარაღით ხელში იბრძოდა. ორი გამორჩეული პიროვნება, ეს არის ნუგზარ გაგუ გულივერ ძიძიგური. აქ 4 და 5 ადამიანზე არ არის საუბარი, ასეთი ადამიანები არიან ასობით და შეიძლება 1000-ობითაც კი. ამიტომ თანდათანობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას ღვაწლი ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ, დავაფასოთ. მე მინდა დიდი მადლობა მოახსენო უმაღლეს საბჭოს, იმიტომ რომ მეომრები ვახსოვართ. მე ჩემი დაჯილდოება იმდენი არ გამხარებია, რამდენი ჩემი მეგობრების დაჯილდოება გამეხარდა, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ და ღირსი არიან ამ ჯილდოსი და მადლობა მინდა მოახსენო უმაღლეს საბჭოს და ყველას იმ ადამიანებს, ვინც მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მე როგორც ვიცი, ეს გაგრძელდება, არც ერთ ვეტერანი ალბათ არ დარჩება მადლობის მომხდარად და თავად ის არის, რომ ადამიანებს ახსოვხართ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. ეს არის როგორც ჩვენ გავიგეთ დაწყებითი სტადია და მეტნაკლებად ყველა გამოჩენილ ადამიანს, ვისაც რაღაც შეხება აქვს საქმესთან, ვეტერანებთან, დევნილებთან შეხება, ნელ-ნელა ყველას გადაეცემა ეს სიგელები. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ არ ვავიწყდებით ჩვენს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს